ზოგადად უნდა ეცადო, რომ არ დაკარგო საკუთარი თავი არასოდეს, რაც არ უნდა მოხდეს. მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც გაქვს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ხო? ადამიანთან, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, უყვარხარ ძალიან. ასევე არ უნდა დაკარგო ის ადამიანი, ვისაც უყვარხარ და უნდა გაუფრთხილდე, მაგრამ რთული გადასაწყვეტია, როდესაც თუ ადამიანს არის ესეთი კატეგორია ზოგი ადამიანების, რომ თავის დაუნებურად შენ გაიძულებენ ურთიერთობაში, რომ შეიცვალო, შენი პიროვნების წინააღმდეგ წახვიდე, გახდე რაღაცა ისეთი, რაც შენ არ მოგწონს, რაც არ გინდა, რომ პრინციპში სიყვარული განაპირობებს იმ უდიდეს ტალღას ემოციურს, რომელიც შენ გაიძულებს, რომ თვითონ გააკეთო ისეთი ქმედება, რომ გაუსწორო იმ ადამიანს, ვისაც შენ უყვარხარ და ვინ შენ გიყვარს, მაგრამ არსებობს ეგეთი ეს არის ძალიან ისეთი წვრილი და თხელი გზა იმ საშიშროების გადასაჩეხ ზღვარზე, რასაც ქვია, რომ მე ვცდილობ მიყვარდე, მე ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა, მაგრამ ამავე დროს დამიტოვე რა ჩემი სპეისიც, რა დამიტოვე ჩემი ტერიტორიაც, რომ მე ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. ანუ ეს მეორე მხრიდან ესეც შეიძლება ვთქვათ, რომ ის ადამიანი იმ ადამიანს თუ შენ უყვარხარ, ის არასდროს არ დაგაძალებს, რომ გარდაიქმნა და გახდეს სხვანაირი. აქეთ რა არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ მიხვდე ადამიანს მართლა უყვარხარ თუ არა. ადამიანს ნამდვილად უყვარხარ, ხო? როგორიც არ უნდა იყო, რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა ჩაიდინო, საიდანაც არ უნდა გადაისროლო შენი თავი რა, მდგომარეობაშიც არ გინდა ამოყო, არასწორში და არარეალურში, იმ ადამიანს მაინც ეყვარებ, იმიტომ რომ იმას შენ უყვარხარ ყველანაირი, ისეთი როგორიც ხარ. აი ეს არის ნამდვილი სიყვარული და შენ თუ ოდნავ მაინც წამოგიყენა ვიღაცამ პრეტენზია და გითხრა, რომ იცი რა არის ხა, მე კი როგორ მიყვარხარ, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია, მე ამას აბსოლუტურად იქ უკვე ჩემთვის მიუღებელია, ეს უკვე აღარ, ეგ უკვე გადადის იმ ზღვარს, რასაც ქვია, რომ ის ადამიანი უკვე აბიუზერი ხდება რა, ის აღარ არის ის ობიექტი შენთვის მნიშვნელოვანი, რასაც ქვია ადამიანი, რომელსაც მე უყვარვარ. ის უკვე ხდება ადამიანი, რომელსაც უნდა რომ შენ გამოგიყენოს თავისი ემოციების საკეთილდღეო, თავისი ემოციებისთვის, თავისი სიყვარულისთვის, თავისი რაღაცა გარკვეული სტილისტიკური გემოვნებისთვის, თავისი ქმედებისთვის და ესე ვერ იქნები შენ რა, იმიტომ რომ შენ ხარ რა და ამ ურთიერთ ზღვარზე და ამ ურთიერთ რაღაც მომენტში შეიძლება საერთოდ შენი თავი დაკარგო, იცი? და ამ დაკარგვას რა მოყვება? მოყვება ის, რომ მე იმ ადამიანსაც დაკარგავ ადრე თუ გიან, იმიტომ რომ ის ადამიანი, როდესაც გაისწორებს თავიდან ბოლომდე შენ თავს და გახდას და გარდაქმნის ისეთ, როგორიც თვითონ უნდა, მიხვდება, რომ შენ უკვე ის ობიექტი აღარ ახარ საინტერესო მისთვის. აღარ ახარ და მოძებნის სხვას რა, შენ უკვე ესეთი შეჭმული ვაშლის თემას შეასრულებ, შეგჭამს და გადაგაგდებს რა. ამიტომ ჯობია ყოველთვის იყოს მტკივნეული ეს რაღაცა ურთიერთობა, იყოს გარკვეულად რაღაცა მძაფრი, გარკვეულად რაღაც დაუნდობელი, უხეში შეიძლება ვთქვათ, მაგრამ იყოს მართალი, იყოს ნამდვილი, იმიტომ რომ იცი რა არის, ქემაინც შენ იცი რომ შენ თავს არ ატყუებ რა, შენ იმასაც არ ატყუებ, იმითი რომ რაღაცას ცდილობ რომ გადაიკეთო თავი და რაღაცა სხვანაირი გახდეს. შენ რჩები ის რაც ხარ, ის ვინც ხარ და ეს უკვე იმის არჩევანია. იმდებს შენ ეყვარები ეგეთი როგორიც ხარ, მოგიცხნის თავის თავს, ხო საერთოდ ისე ეგეთი რამეც იცოდეთ, ძალიან იშვიათია და ძალიან ცოტა ადამიანია დედამიწაზე, ვისაც შეუძლია თავისი თავი მიუძღვნას საყვარელ ადამიანს. ნუ ეგეთი ადამიანი თუ შეგხვდათ, ხო საერთოდ მაგას დიდი ბედნიერება არაფერი არის, მაგრამ საერთოდ ხო, ნუ გეშინიათ, რომ აი იყოთ ის ვინც ხარ რა, იმიტომ რომ რაც არ უნდა
გავწელოთ ეს ცხოვრება ჩვენი ტყუილებით და ილუზიებით, ჩვენი რაღაცა მოგონილი თავის გადაკეთებით, მაინც ადრე თუ გვიან, ხო, ძალიან მალე მთავრდება ყველაფერი და ჯობია იყო სიმართლეში, ჯობია მოითმინო და ღმერთს დააცადო, რომ გამოგიგზავნოს, თუ გინდა განგებას გამოგიგზავნოს ის შესაფერისი ადამიანი, ვისიც ღირსი ხარ რეალურად, ვიდრე იცხოვრო ტყუილში და ზოგადად ძალიან ხშირად მე ჩვენ ქალები ვიტანჯებით ხოლმე იმ მომენტში, როდესაც ვასრულებთ იმ ადამიანის სულს, რაც არა ვართ რა და თამაშობთ და მე აგროვებს იცი რამხელა დეპრესიას, ეს აგროვებს მე იმხელა ნეგატიურ ენერგიას, იმიტომ რომ ეს შენს თავში ილექება, ეს რომ შენ არ გინდა ამის გაკეთება, მაგრამ იმის გულისთვის აკეთებ, ერთხელ აკეთებ, მე მთელი ცხოვრება რაღაცა რიტმში გადადის იმ სხვა ადამიანის გასწორების პონჩში და ბოლოს ვეღარიტან უკვე იმას რა, ვეღარიტან ვერც იმ ურთიერთობას, ვერც იმ ადამიანს და ძალიან დამანგრეველ ენერგეტიკულ ზონაში შევდივართ რა და რა ვიცი, მე მქონია, მე ვიძახ ხოლმე როგორი თემაა, იცი რომ პირიქით აი სიყვარული არის ის, როდესაც შენ თავიდან ბოლომდე გარდაქმნის შენ თავს სხვა ადამიანის გულისთვის, სიყვარული არის ის, რეალურად მართლა ეგ არის სიყვარული, როდესაც შენ სხვის სურვილში შედიხარ, შენ სხვის გულში შედიხარ და იმისი სურვილებით იწყებ ცხოვრებას, მაგრამ ნახე როგორი ისეთი წვრილი და თხელი ზღვარია, შენ შედიხარ იმ ადამიანის სურვილებში, შენ შედიხარ იმის მდგომარეობაში და იმას უსრულებს სურვილს, მაგრამ შენ თავს არ ცვლი. ხვდები რა შესაქმე, ხშირ შემთხვევაში ჩვენ თავს ვითომ იმას ისე მოჭოს, ესე რომ აქ თმაი რაღაცა, აი აქ ესე და მე ესე გავიკეთებ, ხო და ამ დროს ესე მე არ მომწონს რა, მაგრამ იმას უსწორებ და არა, ჯობია იყო ისე როგორც ხარ და როგორიც ხარ და რაღაცების სურვილის ასრულება მისთვის თუ შეგიძლია, მაგის საშუალება თუ გაქვს დაწყებული მატერიალურიდან დამთავრებული სულიერით და მენტალურით, რა თქმა უნდა იმ ადამიანს აჩუქოს სიამოვნება, მაგრამ შენი თავი არასოდეს არ დაკარგო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ დაკარგავ საკუთარ თავს, რაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ამ შენი მეს ფასი არაფერი არ არის. ხშირ შემთხვევაში მეგობრებო, რა ხდება ხოლმე, იცი მე მქონია ურთიერთობაში, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, არაჩვეულებრივი ტიპია, გენიალური, გიყვარს, იმასაც უყვარხარ, მაგრამ ის ავტომატურად ვერც გრძნობს და შენც ვერც გრძნობ, ისე აკეთებს შენზე აი ამ რაღაცა ქმედებას და გაქანდაკებს და გაკეთებს ისეც, როგორც თვითონ უნდა რომ იყო, თავის დაუნებურად. მოკლედ თუ აი ესეთ სიტუაციას შეეჯახე, თუ მიხვდი, რომ ზედმეტი ზეწოლა გაქვს პარტნიორისგან, ზედმეტი არასასურველი ქმედება აქვს მას შენს მიმართ, ისეთი რაც შენ არ გინდა, ისეთი რაც შენს პიროვნებას აზიანებს, შენს მეს ურტყავს პირდაპირ აი იმ ფუძეში, რასაც ქვია შენი პიროვნება, ჯობია წახვიდე და დაუცადო ახალ სხვა პარტნიორს, ან არ არის აუცილებელი ვიღაცასთან იყო ან რაღაცა ამბავში, ყველაფერს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი მომენტი აქვს ამ ცხოვრებაში. რაც მოსასვლელია, ის ყოველთვის მოვა შენთან. გახდი ჩემი ფოლოვერი? რა ვიცი, გახდი ფოლოვერი, იმიტომ ვიძახი, რომ საინტერესო თემა ზოგადად Facebook-ში ხა ესეთი პირდაპირ დამედო ერთი შეარები და მთელი ამბები იქნებოდა, იმიტომ რომ ალბათ იოლი მარტივი ის არის, მიჩვეულია ხალხი უფრო Facebook-ის მოხმარებით, მაგრამ მე ეს ვარიანტი მირჩევნია, რატომ? იმიტომ რომ მირჩევნია 20 და 120 კაცი მყავდეს ფოლოვერი, მაგრამ ის ერთეულები, ვისაც მართლა აინტერესებს და მართლა ფიქრობს და მართლა აზროვნებს, ვიდრე ზღვა რაღაცა ბიოლოგიური მასა, რომელიც სადღაც მერე კიდე გადამივლის რაღაც თავის კომენტარებში და არასწორად გაიგებს ყველაფერს. ამიტომ გავაკეთე ეს YouTube-ის ფორმატი, ნუცარტ პოდკასტი, სადაც ვიქნებით ისე მყუდროთ მარტო მე და თქვენ, მე და შენ, მე და შენ, მე და შენ. ნუცარტ პოდკასტში.